სალაპარაკო მაქვს შენთან და იმისათვის დაგიბარე. ადამიანის ცოდვებს ღვთის რისხვა მოსდევს. აკი არც აკლია განსაცდელი კაცთა მოდგმას. გიყვარდეთ მტერნი თქვენი და სიკეთეს აუყოფდეთ მოძულეთა თქვენთა. რომელი საწყაულით მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ. ყველაფერი ღვთისგან არის. ბოსტანი უნდა იმარგლებოდესო, რომ აგიხირებია. ეგ სატანისგან არის. ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება. თუ ბოროტებას ძალადობით სპობ, მის ადგილზე ისევე და რამდენიმე ახალი ბოროტება აღმოცენდება ხოლმე. შენ მას ვერ ხედავ, ან არ გსურს დაინახო. არ არსებობს მიზანი, რომლისთვისაც იმდენი ცოდვის ჩადენა იყოს გამართლებული, რამდენიც შენ იტვირთ. ვერც იმას ვიფიქრებ, თითქოს შენი ნამოქმედარის არა გესმოდეს რა. ზვამბას სახით ბოროტება კი დათრგუნე, მაგრამ მისმა საცოდავმაშვილებმა ბისრა დაუშავეს. ხაშურში ყანდურს მიუვარდით. საკუთარ თონეში მისავე დამქაშებს ბურღულ ღერღილი დაამარხვინეთ. ვითომ სასაცილოა ეს? არ არის ეს სასაცილო. ყანდურმა და სტურიძე თონეში დააღრჩა და თქვენ გადაგაბრალათ. რომელი ერთი მოვთვალო შენი ნამოქმედარი და ცოდვები? ძიგუას დუქანში ყაჩაღებს რომ კუთვნილი არ მიუზღე, რაც მერე მოხდა გაგონილი გექნება ალბათ. საცოდავი გოგო, რამდენიმე თვის მერე ძმამ ტყეში იპოვა, რთხმელის ძირში მჯდომარე მომკვდარიყო. მოკვდავი ხარ და ასეთი ცხოვრების უფლება შენთვის არავის მოუცია. არა მოვედ მოფენად მშვიდობის, არამედ מחვილისა. ამისი უფლება მხოლოდ მესიებს აქვთ. მხოლოდ მესიებს. და ისიც მაშინ, თუ საამისოდ ვითარება არის მომწიფებული. დიდი ცოდვები გაწევს დათა დიდი და მრავალრიცხოვანი. მაგრამ ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს გეტყოდე, მინდა გავერკვე. საიდან შემოგიარა სატანამ. რა გზითა და ხვრელით შემოაღწია შენ სულში. როგორ განდევნა შენში მადლის სიკეთისა. მითხარი, რატომ შეადი ამას? გაუგებარია? ფრიად. თქვენთვისაც გაუგებარია, ბაბა? იცი ეგმე, მარა რა იცი? რისთვისაც აკეთებს ამას ეს? რისთვის? არ შეუძლია სხვაგვარად და იმისათვის. ეგ ლაპარაკი არ გამოდგება. სხვაფრივ რომ არ შეუძლია, ეგ მიზეზია. მე მიზანს ვკითხულობ. თუმცა ისიც მაინტერესებს სხვაფრივ რატომ არ შეუძლია. როგორ გვასწავლიდი, ბაბა, შენ? სანამ იტყოდე რამეს, სანამ გადადგამდე ნაბის, იფიქრე, თუ გამოადგება ის შენს ერს, მამულს, მოყვას თქვა. ასე გასწავლიდით, შვილო. ასე გვასწავლიდა მამა ჩვენი ჩვენ და ჩვენი მოდგმის ყველა მამა თავის შვილებს. მიზეზიც არის ნათქვამი და მიზანიც. სხვა მიზეზი და სხვა მიზანი არ მქონია არასდროს მე. მარტო ქადაგება ვეღარაფერს ხდება, ხედავთ ამას თქვენს. წაიბილცა ერი. ძალა ასაჭირო. ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს. ეშმაკეულ არს და ცბის. არ ამგონია სადაც იყოს, როგორც დედაეფემი ებრძანებს, მაგრამ ერთი რამეა საეჭვო. რასაც შენ აკეთებ, ბოროტების დასადრგუნად აკეთებ ვითომ და არ გამოდის ეს. ხომ მიხვდი, რასაც გელაპარაკები. ერთი რომ იყო, 5 ბოროტება ამოვიდა იმ ადგილზე და უფრო გაიხსნა ერიზნეობა. არ არის სხვა გზა და საშველი. ყველაფერი ნასინჯია უკვე. არის. სად როგორ და რაშია?
ქართველ ხალხს ყოლია კაცები, რომელთაც საჭიროებამ ძალმომრეობა დააკისრა და თავის ცოდვების მოუნანიებლად დაიხოცნენ. ხალხმა დაივიწყა ისინი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რას მირჩევ დედაუფემია? უნიჭობაზე საშიში ნიჭიერება, რომელსაც მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ერის კაცობა აღარ შეიძლება შენი. უნდა აღიკვეცო. ბერად. ამას მე მოგიხერხებ. რუსეთის ერთ-ერთ ეკლესიაში სხვაგვარით მიგიღებენ. ამჟამად შენ არიცი რა უნდა აკეთო და ვერც გაიგებ, სანამ საკუთარ სულში არ ჩაღრმავდები. სანამ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცოდნის ნაკადი არ შემოიჭრება შენს გონებაში. მონასტერი, ლოცვა, მონანიება, ფიქრი, ჭეშმარიტების ძიება და მიქნება. სხვა გზა არ აქვს. კეთილი დედო. ვიფიქრებ მაგაზე.